მინდა ამ კომენტარს უპასუხო. ექსტრა ვირჯინი, რომელსაც იტალიელები იყენებენ შესაწვავად, არაა მავნებელი. შეიცავს ომეგას და ქოლესტერინს არ შეიცავსო, დამიწერა თამუნა. და ზოგადად ბევრს გონია ასე, რომ ექსტრა ვირჯინი გამოიყენება შესაწვავადაც და ისედაც. როცა ზეითუნის ზეთს ვახსენებ, მეც გულისხმობ ექსტრა ვირჯინს არარაფინირებულ ზეთს, რომელიც მიიღება დაწნეხვის მეთოდით, ცივი დაწურვით. ანუ ეს არის მეთოდი გაცხელების გარეშე, სადაც იყენებენ მხოლოდ 27 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას და არავითარ შემთხვევაში ამაზე მეტს. იმიტომ რომ დაცული იყოს მისი ბუნებრივი სასარგებლო თვისებები. ახლა გეტყვი, რა ხდება, როცა ზეთს აცხელებ. დაასხი ტაფაზე და დააკვირდი. უკვე 190 გრადუს ცელსიუსზე ზეთი იწყებს კვამლის გამოყოფას. ამ დროს იწყება მისი დაშლა. ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას, სასარგებლო ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს და უჯერცხიმებს და პირიქით წარმოიქმნება მავნე ნივთიერებები, თავისუფალი რადიკალები. გამოდის, რომ სასარგებლო ზეთს ანადგურებ და პირიქით აქცევ მავნე პროდუქტად. ასე რომ თუ გინდა ზეითუნის ექსტრა ვირჯინის ზეთისგან მიიღოს სარგებელი, გამოიყენე ცივად. სალათებში მოხარშულ ბოსტნეულზე ან საჭმელზე მოასხი ბოლოს. დაბალანსებული კვება ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პროდუქტი გამოვიყენოთ სწორად, რომ მისგან მივიღოთ რაც შეიძლება მაქსიმალური სარგებელი. თუ უფრო მეტი გაინტერესებს, დამიკავშირდი.